მოგესალმებით ქალბატონო მინისტრო, ძვირფასო დელეგაციის წევრებო, ძვირფასო კოლეგებო, პრესის წარმომადგენლებო, პირველ რიგში მინდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩემი ძვირფასი კოლეგას მაკა ბოჭორიშვილს და ქართულ დელეგაციას მივესალმო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. პირველ რიგში ქალბატონი მინისტრი საქართველოში წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მინდა მიულოცო, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მინდა მიულოცო და მისი ასეთი მაღალი დონის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით მინდა მიულოცო მას და უსურვო წარმატებები, სამომავლო წარმატებები მის საქმიანობაში. ჩემ ძვირფას კოლეგასთან ერთად წინა თვეს მალტაში საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში ჰქონდა შეხვედრა და დღევანდელი შეხვედრა მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მისთვის ეს პირველი ვიზიტია, საგარეო ვიზიტი და ეს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების, პარტნიორობის მაღალი დონის მაჩვენებელია. დღეს ჩვენ აზერბაიჯანის საქართველოს ურთიერთობების შესახებ როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ისტორიული კავშირები, რომლებსაც გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია. დღეს ჩვენ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩვენს ურთიერთობებს 35 წლის თარიღი აქვს და ამ პერიოდში ჩვენი ურთიერთობები თანამედროვე პერიოდში სახელმწიფოებრიობის ტრადიციების საფუძველზე არის ჩამოყალიბებული და ამ პერიოდში არც აზერბაიჯანისთვის, არც საქართველოსთვის არ იყო ადვილი პერიოდები, იყო რთული პერიოდები ჰქონდა ჩვენ, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიდექით ჩვენ და ჩვენი სახელმწიფოები და საქართველოს აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების დამახასიათებელი იმაში მდებარეობს, რომ ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენ ისტორიას, ყოველთვის კეთილმეზობლური ურთიერთობები ჰქონდა, მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა, მხარდაჭერა, ურთიერთპატივისცემა, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, ჩაურევლობა ერთმანეთის შიდა საქმეებში. ბუნებრივია, რომ დღეს ჩვენ ამ ურთიერთობების ნაყოფს ვხედავთ. დღეს ჩვენ სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობები, პოლიტიკური დიალოგი მაღალ დონეზეა და ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნების ლიდერებს შორის არსებული რეგულარული შეხვედრები, მუდმივი დიალოგი მინდა აღნიშნო ხაზგასმით, ესეც მნიშვნელოვანია ხვალ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შედგება და ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანსა და საქართველოს სამთავრობო კომისიების მეათე საიუბილეო შეხვედრა შედგება, რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები. მინდა ასევე ვისაუბრო პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე, ხელმძღვანელებს შორის არსებულ საქმიან და გულთბილ ურთიერთობებზე, მეგობრობის ჯგუფებს შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობაზე. ჩვენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები ყოველთვის რეგულარულად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. მე 2024 წელს ვიყავი საქართველოში და ყოველ წელს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის არსებობს პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, ყოველწლიურად იმართება შეხვედრები და მიგვაჩნია, რომ ეს და სხვა
კონტაქტები საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამის შედეგად ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შედეგს თუ გადავხედავთ, სიამოვნებით გვინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა, აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოში ნომერ პირველი ინვესტორები არიან. ამ პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანული კომპანიების მიერ 3.6 ინვესტიცია არის განხორციელებული საქართველოში. ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები თუ გადავხედავთ დღევანდელ სიტუაციას, 2024 წელს 1 მილიარდს მიაღწია. ეს რა თქმა უნდა მთლიანად არ ასახავს ჩვენს პოტენციალს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ არსებული დინამიკა ჩვენ გვაკმაყოფილებს და ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტ ციფრებზე ვისაუბრებთ. ამავე დროს აქ მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ჩვენ ეკონომიკურ სფეროში გვაქვს კარგი ურთიერთობები. აქ არის კომპანიების, ჩვენი კომპანიების მუშაობა, ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით ამ რეგიონში, ამ გეოგრაფიულ არეალზე გლობალური პროექტები განვახორციელეთ. ისინი არა მარტო ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებისთვის, ჩვენი ადამიანების კეთილდღეობისთვის და კიდევ უფრო მეტ გეოგრაფიას ენერგეტიკულ რუკას ცვლის და გეოეკონომიკურ რუკას ცვლის ეს ჩვენი პროექტები და მიმაჩნია, რომ ამის შემდეგმაც ამ ტემპით გავაგრძელებთ. გვაქვს ასევე ფლაგმანური პროექტები, ეს არის ბაქო-თბილისი ჯეიჰანი მინდა აღვნიშნო, ბაქო-თბილისი ერზურუმის გაზის პროექტი და წარმატებით რეალიზებული სამხრეთ გაზის კორიდორი გვინდა აღვნიშნო. ტრანსპორტის ლოგისტიკის სფეროს შესახებ თუ ვისაუბრებთ, ბოლო წლების განმავლობაში შესრულებულია 2024 წელს ამ კორიდორის გაფართოებასთან დაკავშირებით ბევრი სამუშაოები გავწიეთ და ბაქო-თბილისის ყარსიც უნდა აღვნიშნოთ ეს პროექტი. აქ ტვირთების გადაზიდვის გამტარიანობა 5 მილიონიდან გავზარდეთ 10 მილიონამდე და ეს უფრო მოიცავს კიდევ უფრო მეტ გეოგრაფიას და ზრდის ჩვენს პოტენციალს და მის კონკურენტ უნარიანობას. ამ მხრივ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ როგორც აღვნიშნე ამ პროექტებთან დაკავშირებით მათ უკვე ისტორიული როლი გააჩნიათ და ჩვენი ქვეყნების და უფრო ფართო გეოგრაფიისთვის აქ დიდი მნიშვნელობა. ამჟამად მე მინდა ვისაუბრო რამდენიმე პროექტის შესახებ. დღეს ქალბატონ კოლეგასთან ერთად ვისაუბრეთ ამ პროექტებზე. მათ შორის არის რა თქმა უნდა 2022 წელს დავიწყეთ მისი განხორციელება. ეს არის მისი ჯერ არის დაფინანსების დონეზე, ეს არის პოტენციალურად გლობალური პროექტი, ეს არის მწვანე კორიდორი, მწვანე ენერგიის კორიდორი, რომელიც კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით, შავი ზღვის ფსკერით მიეწოდება ელექტროენერგია ევროპას და პირველი საქართველო და აზერბაიჯანი არიან, რუმინეთი და უნგრეთი არიან ძირითადი პარტნიორები და დიდი ინტერესია უკვე სხვა ქვეყნების მხრივაც ამ პროექტისადმი. ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული საკითხებს შორის 21 საუკუნის ძირითადი
განვითარების გამსაზღვრელი დიდი საინფორმაციო ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა და განვითარება საქართველოს აზერბაიჯანის კომპანიების შორის ამასთან დაკავშირებით არის მრავალი პროექტი განხორციელებული და მათი ოპტიმიზაციისთვის, ინტეგრაციისთვის ამ ტერიტორიებზე ციფრული გადაცემის შესახებ სფეროში ჩვენ ვიქნებით შეიძლება გავხდეთ ლიდერი რეგიონი. ამ პროექტების და სხვა კიდევ გლობალური პროექტების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის ორმხრივ ფორმატებთან დაკავშირებით, სამმხრივ და ოთხმხრივ ფორმატებსაც ჩვენ ვახორციელებთ წარმატებით, სადაც საქართველოს და აზერბაიჯანი არიან აქტიური მონაწილეები. 2024 წელს უკვე შედგა საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის სამმხრივი ფორმატი, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბაქოში და ბაქოს დეკლარაციას მოეწერა ხელი და იქ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების თაობაზე იქნა შეთანხმებები მიღებული. ტრანსპორტის სფეროში სამუშაოების კოორდინაციასთან დაკავშირებით, საგზაო რუკების წარმოდგენასთან დაკავშირებით, ასევე ყაზახეთის საგარეო ტრანსპორტის მინისტრებიც შეხვედრაც ასევე არის დაგეგმილი და მნიშვნელოვანი. ამ პროექტების თაობაზე, როცა ვსაუბრობ, მიგვაჩნია, რომ ხვალინდელი მეათე სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის ხდომაზე აღნიშნული დიდი პროექტების გარდა კიდევ სხვა ინიციატივების შესახებ იქნება აზრთა გაცვლა. აზერბაიჯანი საქართველოს ურთიერთობებში ყოველთვის ჰუმანიტარული სფერო არის მნიშვნელოვანი სფერო. რა თქმა უნდა, ამ სფეროსაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. როცა ვსაუბრობთ ჰუმანიტარულ სფეროზე, ეგ არის განათლება, სპორტი, მეცნიერება, ტურიზმი. ჩვენს ქვეყნებში განხორციელებული პროექტები ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული კულტურისა და განათლების სფეროში არის რეალიზებული პროექტები. მიგვაჩნია, რომ ჩვენს დედაქალაქებში და სხვა ჩვენს რეგიონებში კულტურული დღეები, კულტურული ღონისძიებების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ასევე ჩემს კოლეგასთან ერთად საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში აზერბაიჯანს საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისთვის და სხვა მომენტები დღეს იყო ჩვენი განხილვის საგანი. ძვირფასო ქალბატონები და ბატონებო, დღეს ჩვენი შეხვედრის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით მე ვგულისხმობ სამხრეთ კავკასიას, უსაფრთხოების გარემოს, სომხეთს, პოსტკონფლიქტურ პერიოდს ვგულისხმობ და ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები, როგორც მოიხსენებათ, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის ურთიერთობების და მახასიათებელი საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპებია და ერთ-ერთი მომენტი შედგება იმისგან, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის საერთაშორისო სამართლის ნორმებს იცავს და ყოველთვის ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, სუვერენიტეტს მხარს უჭერს. სამწუხაროდ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყანა სომხეთთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მიმართებაში ამას
ვერ ვიტყვით და ამის შედეგია რომ მრავალი წლების განმავლობაში სომხეთმა ოკუპაცია გაუკეთა ჩვენს ტერიტორიებს და მხოლოდ 2020 წელს 44 დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და 2023 წელს ერთდღიანი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მთლიანად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი და მრავალი წლების განმავლობაში წარმოებული უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ სამხედრო ძალა, სამხედრო დიპლომატიის მეთოდით საერთაშორისო სამართალი აღდგენილი იქნა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიები მრავალი წლების განმავლობაში ოკუპაციის ქვეშ იყო, ჩვენი ყავდა ლტოლვილები მილიონობით, იყო ჩვენი ხალხის მიმართ ეთნიკური წმენდა და დანგრეული იყო მთელი ჩვენი კულტურული ძეგლები, იყო ამ ვანდალიზმის მიუხედავად აზერბაიჯანი სახელმწიფო სომხეთს ამ სისხლიანი ისტორიის შემდეგ სთავაზობს სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენ ამას ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით გავაკეთეთ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის ინკლუზიური განვითარების მიზნით, სწორედ ეს ინიციატივა იყო ჩვენგან წამოსული. ბოლო 4 წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული წარმატებები, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის პროცესის კონტექსტში საკმაოდ დადებითი განვითარებისთვის გვაქვს პატარა შედეგები, დადებითი შედეგები, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ სომხურ კონსტიტუციაში და სხვა საკანონმდებლო აქტებში აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არსებობს ჯერ კიდევ მუქარა, ასე სომხეთში სწრაფი მილიტარიზაცია მიმდინარეობს და რევანშისტური მისწრაფებები საკმაოდ სერიოზულია და ეს ჩვენ სერიოზულად სერიოზულ კითხვებს ბადებს ჩვენში. ამავე დროს დღევანდელი შეხვედრის შედეგად ჩვენი ოკუპაციისგან გათავისუფლებული ტერიტორიებზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ბრუნდებიან ჩვენი ლტოლვილები, მაგრამ იქ არის ნაღმების საშიშროება და ამის შესახებ მე ჩემს კოლეგას ინფორმაცია მივაწოდე. ამავე დროს რეგიონში განხორციელებული პროექტები, იქ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ შექმნილია ხელსაყრელი პირობები უცხოური ინვესტორებისთვის, კომპანიებისთვის. ამ პირობების თაობაზეც ინფორმაცია მივაწოდე ქალბატონ მინისტრს და შევთავაზე, რომ ქართულმა კომპანიებმაც ისარგებლონ ამ შეღავათებით. აქ ვასრულებ ჩემს სიტყვას და დიდი სიამოვნებით სიტყვას გადავცემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს. მიმაჩნია, რომ ქალბატონი მინისტრის ეს ვიზიტი, ეს ჩვენი საუბრები უფრო გაამდიდრებს ჩვენს დღის წესრიგს. გადმოგცემ სიტყვას. ჩემთვის გავიმეორებ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი განვახორციელო აზერბაიჯანში, ვიმყოფებოდე ბაქოში, ამ არაჩვეულებრივ ქალაქში. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკან დგას
ძალიან ძლიერი მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა საქართველოსთვის და ამის გამოხატულება ის, რომ ჩემი ვიზიტი ხორციელდება დღეს აზერბაიჯანში და ძალიან ინტენსიურია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ეს პარტნიორობა პოლიტიკურ დონეზე ძალიან ინტენსიურია, ხვალ გაიმართება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბაქოში, სადაც შესაძლებლობა გვექნება ჩავატაროთ ეკონომიკური კომისიის მეათე სხდომა, რომელიც კიდევ ერთხელ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი საკითხები იყოს განხილული და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ დღის წესრიგი ორ ქვეყანას შორის არის ძალიან ინტენსიური და საინტერესო, ასევე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწევთ საქართველოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც პოლიტიკური დიალოგი იყოს ინტენსიური და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობით მხოლოდ და მხოლოდ ხელს შევუწყობთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ შესაძლებლობა გქონდა შეხვედრის ფარგლებში გვესაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოც და აზერბაიჯანიც რეგიონში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ის მართლაც სანიმუშო ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება გამოყენებული იქნას ამ ურთიერთობების, ამ შესაძლებლობების კიდევ უფრო უკეთ გამოსაყენებლად, რაც დღეს ჩვენი რეგიონის წინაშე დგას. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ თქვა, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ეკონომიკურ პარტნიორებს შორის ხუთეულს შორის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო და უფრო ინტენსიური გახდება ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის უკეთ პოზიციონირებას რეგიონში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელსაც ვახორციელებთ უკვე წლებია საქართველოს და აზერბაიჯანიც, რომელთაც მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონის და რა თქმა უნდა ეს ისტორიული პროექტები, რომელიც დღეს ფუნქციონირებს ორ ქვეყანას შორის, მხოლოდ და მხოლოდ საფუძველი შეიძლება იყოს შემდგომი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ელექტროკაბელის პროექტზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მომავლისთვის, საქართველოსთვისაც, აზერბაიჯანისთვისაც, დიდი რეგიონისთვის, შავი ზღვის გავლით დაკავშირებადობა, რაც კიდევ უფრო უკეთ გამოგვაყენებინებს ჩვენ შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე ხაზს გავუსვამ აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ ფარგლებში ჩვენს თანამშრომლობას. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე შესაძლებლობა გვექნება სწორედ ამ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართოს და ვისაუბროთ სამხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც არის საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის, რაც მიმართულია სწორედ ჩვენი რეგიონის პოტენციალის უკეთ გამოყენებისთვის, იმისათვის, რომ უფრო მეტი საინტერესო პროექტი განხორციელდეს, იმისათვის, რომ ჩვენი რეგიონის შესაძლებლობები კიდევ უფრო კარგად იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის საჭიროა რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა. საქართველოს სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ის ქვეყანა, რომლის ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, რაც რა თქმა უნდა უსაფრთხოების გამოწვევებს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ის მოვლენები, რაც ვითარდება უფრო ფართო რეგიონში, რა თქმა უნდა უსაფრთხოების თვალსაზრისით არის საფრთხის შემცველი, თუმცა ჩვენს ურთიერთობებში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის ურთიერთპატივისცემა, სუვერენიტეტის
შვედეთის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, რაც საფუძვლად უდევს სწორედ ჩვენს ურთიერთობებს და საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ერთგული ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და ყოველთვის იქნება მზად მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყოს მეზობლებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას და ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობის არსებობას, რაც მხოლოდ და მხოლოდ განავითარებს ჩვენი რეგიონის პოტენციალს და ეკონომიკური შესაძლებლობების უკეთ გამოყენების საშუალებას მოგცემს. ჩემთვის რა თქმა უნდა დიდი პატივი იყო მომესმინა თქვენი მოსაზრებები სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ უფრო ინტენსიურ ურთიერთობას, მეგობრობას, თანამშრომლობას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნების ინტერესების უკეთ წარმოჩენისთვის საერთაშორისო არენაზე. ჩვენ რა თქმა უნდა მადლობლები ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფორმატებში და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლოთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მსურს გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და მოხარული ვიქნები თუ კი უახლოეს მომავალში მომეცემა შესაძლებლობა გიმასპინძლოთ თბილისში. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი შეხვედრა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, იქნება ის კულტურის, განათლების, ეკონომიკის თუ სხვადასხვა მიმართულებებით და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მასპინძლობისთვის, თბილი მიღებისთვის და გელით თბილისში. მადლობა. Hörmətli cənab nazir, hörmətli xanım nazir, bizlə mətbuat konfransının sual-cavab sessiyasına keçid almaq istərdik. İlk sual პირველი კითხვა Salam, hər vaxtınız xeyir olsun. მივესალმები ორივე მინისტრს ოხაზი როგორც მოგეხსენებათ დასავლეთის ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ახლახან სამოქმედებულ კანონთან უცხოური გავლენის გამჭვირვალების შესახებ და ეს პროცესი დაგომახსევრდა როგორც ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევის მცდელობა. აზერბაიჯანის შემთხვევაში ასევე ადამიანის უფლებების საფარქვეში ამგვარი ჩარევის მცდელობების გათვალისწინებით არის თუ არა დაგეგმილი რაიმე სახის თანამშრომლობა არსებული საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი მცდელობის მოწმენი გავხდით, როდესაც ხდება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოებები, ჩვენი სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან მსგავსი, ასე ვთქვათ, ნაბიჯების გასამკლავებლად. მართალია ეს ზრდის ხოლმე გამოწვევებს ჩვენს წინაშე, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოების სიძლიერე, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც ხშირად მომდინარეობს ხოლმე სხვადასხვა მხრიდან ჩარევებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ურთიერთპატივისცემა. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს არაჩვეულებრივი ისტორია ერთმანეთის პატივისცემის, საუკეთესო თანამშრომლობის, მხარში დგომის, გვერდით დგომის, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი პარტნიორობა მიმართული არის და იქნება ყოველთვის ჩვენი შესაძლებლობების უკეთ და მხოლოდ პოზიტიურად გამოყენებისთვის, იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ, რა თქმა უნდა, სარგებლიანი პირველ რიგში ჩვენი საკუთარი ხალხებისთვის და რა თქმა უნდა, უფრო ფართო რეგიონისთვის. მადლობა. მეც მინდა გამოთქვა ჩემი მოსაზრება. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ საერთო ჯამში ზოგიერთი დიდი სახელმწიფოების
სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ, სუვერენიტეტური პოლიტიკის ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა ეს არ არის ახალი ტენდენცია. ეს მიმაჩნია, რომ ყოველთვის ისტორიაში იყო ასეთი შემთხვევები. ახალი რა არის? სავარაუდოდ არასოდეს ეს პროცესები ასეთი ღია, აგრესიული არ ყოფილა ასეთი დემონსტრაციული აი ეს მცდელობები. ჩვენ თანამედროვე ბოლო წლებში გავხდით ამის მოწმე. საქართველოს აზერბაიჯანის მაგალითი თუ მოიყვანეთ, სრულიად სწორი მაგალითია, მიგვაჩნია, რომ მისი ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნები რომელიმე დიდი ძალების კარნახის შესაბამისად არა, სუვერენიტეტულ პოლიტიკას ატარებენ. ამ შემთხვევაში მაშინ ჩვენ ხვდებით მიზანი მათი თქვენ ეს არის საქართველოს მიმართებაში ქვეყნის ლეგიტიმური პარლამენტის მხრიდან კანონის მიღება ან პარლამენტის არჩევნები ჩატარდა, მაგრამ მაინც მოხდა საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ქმედებები. რაც შეეხება აზერბაიჯანთან მიმართებაში, ჩვენ აღვადგინეთ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა და ამის გამო ჩვენი დასჯის სურვილი ჰქონდათ. ინსტრუმენტად გამოიყენეს ნებისმიერი მეთოდი. შეუძლიათ ნახოთ ნებისმიერი მეთოდი. ან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები 2024 წელს მაგალითად ჩვენს ქვეყნის წინააღმდეგ იყო ასეთი კამპანია წამოწყებული, რომ COP29-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, დიდი საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანი სამიზნედ ამოიღეს და ყველაზე ცუდი ქმედებით ინსტრუმენტები გამოიყენეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მაგრამ როგორც ქალბატონმა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ გახორციელებული პოლიტიკა ეროვნული ინტერესებს ეფუძნება და ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა ხალხის ინტერესებს ეფუძნება და მის მხარდაჭერას ეფუძნება და ასეთ შემთხვევაში არც ერთი საგარეო ძალა რამდენიც დიდი და ძლიერი არ უნდა იყოს ასეთ სუვერენიტეტული პოლიტიკის წინაშე არის უსუსური. აზერბაიჯანის საქართველოს თანამშრომლობასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს ბუნებრივია ერთმანეთის ყველაზე დადებითი განვითარებაში ვართ დაინტერესებული. ჩვენს გეოგრაფიაში, ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები, ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები და სხვა ქვეყნებშიც ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ იყოს საქართველოში სტაბილურობა, განვითარება, მშვიდობა და კონდეს ჩვენ ამის გამო ჩვენ გვაქვს სამაგალითო მეგობრობა, სამაგალითო ძმობა, კეთილი მეზობლური ურთიერთობები. ჩვენ მხარს უჭერთ ერთმანეთს ყველა საქმეებში და არ ვერევით ერთმანეთის შიდა საქმეებში. მიგვაჩნია, რომ მეზობლებმა ქვეყნებმა ნებისმიერ ქვეყანაში ამგვარი პოლიტიკა უნდა აწარმოონ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა ასეთი პრობლემები და გვექნებოდა უფრო სტაბილური ქვეყანა, სტაბილური მსოფლიო.